ვლადიმერ პუტინის განკარგულება 17 ივლისით თარიღდება, რაც ნიშნავს იმას, რომ 17 ივლისიდან ბრძანება უკვე შევიდა ოფიციალურად ძალაში და 2028 წლის 1 აგვისტომდე იმოქმედებს, რაც შეეხება ამ ბრძანების შინაარსს. რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები რუსული პასპორტების აღებას უშუალოდ ამ ტერიტორიაზე შეძლებენ და ამისთვის რუსეთში გამგზავრება აღარ იქნება საჭირო, რაც ცალსახად ნიშნავს რუსეთის მოქალაქეობის მიღების კიდევ უფრო გამარტივებას პუტინის მხრიდან. ეს ინფორმაცია და იურიდიული დოკუმენტი უკვე 4 დღეა გამოქვეყნებულია საჯარო პორტალზე, თუმცა ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთი სიტყვითაც კი არ გამოხმაურებია. ამ ფაქტს ჩვენ დილიდან ვესაუბრეთ საგარეო უწყებას, ვეკონტაქტეთ მათ და ვკითხეთ საჯაროდ თუ არა ისე მაინც თუ ქონდა რაიმე რეაგირება საგარეო უწყებას და თუ ჩააყენა საქმის კურსში. ჩვენი პარტნიორები ჯერჯერობით საგარეო უწყებიდან ჩვენ არ მიგვიღია რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ცალსახად ამბობენ, რომ ეს არის ანექსიური პროცესების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლა და ქართული ოცნება ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ პარტნიორებს აყენებდეს საქმის კურსში და მათთან მუშაობდნენ, ისინი არიან ჩვენ პარტნიორებზე ყოველდღიურ თავდასხმის რეჟიმში, იმ პარტნიორებზე, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები იყვნენ. იმის პარალელურად, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს დაცვალისგან იზოლაციას კიდევ უფრო აძლიერებს და საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმის მიმოსვლას, პუტინი კიდევ უფრო აძლიერებს ოკუპირებული აფხაზთა ცხინვალის რეგიონის ანექსიურ პროცესებს და ამ ანექსიური პროცესის ერთ-ერთი გამოვლინება არის კიდევ ერთი განაზომილება რუსული პასპორტიზაცია. კარგად ნაცადი პოლიტიკა, ყველაზე კარგად 2008 წლის აგვისტოს ომში გამოჩნდა, როდესაც მათ აგრესია მოქალაქეების დაცვის, საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით შეფუთეს. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ კრემლის ინტერესი დააშოროს საქართველოს დასავლეთს, რა თქმა უნდა, არ შერდება. ხედავთ ძალიან სამწუხარო ვითარებას, როდესაც ხდება საქართველოს დასავლეთის სამყაროდან იზოლაცია და ამავდროულად რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ეს ხდება რუსული პასპორტიზაციით. თქვენ იცით, რუსული პასპორტიზაციის შემდეგ როგორი საფრთხეები მოყვება, შემდეგ უკვე ხდება დაცვა, ეგრეთ წოდებული საკუთარი მოქალაქეების და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს გადაიზრდება ხოლმე საომარ ვითარებაში. ამიტომაც არის უმძიმესი მდგომარეობა, საჭირო არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაფიო გამოხმაურება, საჭირო არის ჟენევის ფორმატში ამ საკითხის დასმა თანათავმჯდომარეებთან. მე ის უფრო გამიკვირდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას რომ გამოხმაურებოდა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ეუთოში უმნიშვნელოვანეს რეზოლუცია, სადაც სირიის მიერ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე იყო საუბარი და ამას არ მისცეს ხმა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც გეგმაზომიერად აქრობს მსოფლიოს დღის წესრიგიდან აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საკითხს. აქედან გამომდინარე, რუსეთის ქმედება საერთოდ არ არის გასაკვირი არის ის, რომ ჩვენ გვყავს ქართველებს ესეთი ხელისუფლება, რომელსაც ფეხებზე კიდია როგორც აფხაზეთი, ისე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სამაჩაბლო. კრემლის ეს ნაბიჯი პუტინის მიერ 17 მაისს ხელმოწერილი ბრძანებულების გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გამარტივდა და კერძოდ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად აღარ არის საჭირო მის ტერიტორიაზე ხუთწლიანი ცხოვრების, რუსული ენის, ისტორიისა და ძირითადი კანონების ცოდნის დადასტურება. ახლა დამატებით გავიგეთ ის, რომ რუსეთში ჩასვლაც აღარ არის საჭირო პასპორტის ასაღება და ადგილზევე შეძლებენ მსურველები პასპორტის მიღებას. მოკლედ კრემლს თავისი გეგმა მოყავს ძალაში, ქართული ოცნების მხრიდან კი ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად ნულ რეაგირებას.